ამ საქციელის გამო ბრალდებები წაუყენეს თქვენს კოლეგებს პოლიტიკურ პარტიებს. წესით პირველი ხა თქვენ უნდა დავიჭიროთ, ხო? ამაზე დაასანქცია ივანიშვილი და ეს ბანდა არის შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია. რას ერჩით იმ პატიოსან ხალხს ციხეში რომ გამოკეთეთ. რეალობა რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით და ხვდება ჩვენი ბრძენი ხალხი, რომ ის არასოდეს არ პატიობს თავის ყოფილ პარტნიორებს პატარა გადახრასაც კი. თუ ოდესმე ივანიშვილს ვინმე დაუფინანსებია და მე მისი რამე არ მოსწონებია, აუცილებლად გაამწესებს ციხეში. ასე დაიწყო მან თავისი ნათესავების დაჭერით, სხვათა შორის, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა მერაბიშვილის საშუალებით იჭერდა მთელი თავის ნათესავებს, ვისაც ასე ვთქვათ, რაღაცა შეიშლებოდა ან შეეპარებოდა ეჭირო რაღაცა მოპარა ერთი ენერგიან რაღაცა და შემდგომ ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებს, ლიდერებს, რა თქმა უნდა, მათი განთავისუფლებისათვის ვიბრძოლებთ და პოლიტიკური პატიმრებაზე საუბარი, მაგრამ მინდა შევახსენო, რამდენჯერ გითხარით მეგობრებო წლების განმავლობაში, მათ შორის იქ პანჯატურში, რომ არ შეიძლება სატანასთან და ეშმაკთან შეეკვრა გარიგება და შეამხანაგება. ეხლა პოლიტიკაში და მათ შორის დიდ გლობალურ ასპექტშიც მოდის გარიგებები. ასე სტალინმა და რუზველტმა ბრიტანეთის იმპერია დაშალეს. ობიექტურად ვთქვათ, შეგრულები იყვნენ ჩერჩილის წინააღმდეგ და როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ისიც ჩამოიშალა, იმიტომ რომ წაართვეს გიროვანქა სტერლინგს მსოფლიო ვალუტის ფუნქცია გადასცა სტალინმა დოლარს. ეს ფაქტია, მაგრამ როდესაც უზნეობაა საფუძველი ამ გარიგების და შეკვრის, ძალაუფლების გაყოფა, დივიდენდები, ამდენი მოგება მე, ამდენი მოგება შენ, მოდი მე გამოვალ და ეხლა ისე გაგაკრიტიკებ, სიამდვილეში შემოვალ პარლამენტში და გაგითეთრებ არჩევნებს და სხვა და სხვა, მე უკვე როცა იქ ფულია გატეხილი და ივანიშვილის ვიმეორებ აქვს გაშვებული ფინანსი ვინმესთან, აი ესე უსწორებს ანგარიშს და ამიტომ დაემართათ ჩვენს კოლეგებს, აი ვიმეორებ სანქციები გაუჩალიჩეთ გავუხერხეთ და მოუახლოვეთ ჩვენ ლეიბორისტებმა ბიძინა ივანიშვილს. დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა ამას იმედოა რომ ვიღაცას გამოაჯავრო. სანქციების მოთხოვნა დაიწყეს 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დაასანქცირა ამერიკის ადმინისტრაციამ ბლინკენმა ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად. მერე ყველა აღვირდა, მანამდე არ მომიწერა ხელი არც ერთმა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაზე. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ამაში ფული ქონდათ აღებული, მაგრამ გათვლები ქონდათ, რომ აი რაღაცა შარს არ ავაწყდე, ან იქნებ რაღაცა შეიცა ეს იმიტომ გამახსენდა, რადგან მითხრეს ვაშინგტონში არაერთხელ წლების განმავლობაში. კაცო მარტო შენ რო დადიხარო და ითხოვ ამ დასანქცირებასო, სხვა პოლიტიკური სპექტრი რა აზრის არის?